აფხაზეთში დღემდე პოპულარულია ამგვარი სახალხო ხალხში ლოზუნგი მუიპასორილის საბაკადი ჩვენ ვიჩხუბეთ ძაღლებთან, ძაღლებში ქართველები იგულისხმებიან, აპადრუჟილის სასივინიამით, მაგრამ დავუმეგობრდით ღორებს და ღორებში იგულისხმებიან რუსები. მაგრამ ამ სლოგანს თუ ამ სახალხო სიტყვას, ხალხში გავრცელებულ სიტყვას გაგრძელებაც აქვს. Нам лучше дружить со свиньями, ჩვენ გვირჩევნია ვიმეგობროთ ღორებთან, ნეჟელი ჩემს საბაკამი და არა ძაღლებთან, ანუ ქართველებთან ჩვენ ძაღლებად მოგიხსენიებდნენ, ასე ვიტყვიან, ახლაც ცალკეული პირები არიან აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში ან სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, ვინც ქართველებს და დანარჩენ საქართველოს უწოდებს ძაღლებს. და ღორებთან ურთიერთობას, αν გითხარით, არჩევს ღორებთან მეგობრობას, ანუ რუსებთან ურთიერთობას არჩევს. დაახლოებით 20 წლის წინ, დაახლოებით კი არა, ზუსტად 20-22 წლის წინ, მე ვიყავი მათ შორის, ვინც მომხრე იყო, რომ აფხაზეთის კონფლიქტი აფხაზეთში, რომელიც იდეაში არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ეს სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტია და ამ აზრზე ვიყავი ვარ და ვიქნები, მაგრამ მაინც დასრულებული იყო, დარეგულირებული იყო უკიდურესად მშვიდობიანი გზით. მე მიმაჩნდა მაშინ ძალიან მყარად, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა, სახალხო დიპლომატია, გარკვეული ერთობლივი პროექტების განხორციელება და ასე შემდეგ, ნდობის აღდგენა, ეს გადაღებული სიტყვაა, ნდობის აღდგენა, მრავალწლიანი პროცესი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, ცხინვალის ოსებთან მიმართებაში, ჩვენ როცა იქნებოდა მაშინ, ჩვენ დაგვაბრუნებინებდა აფხაზეთს ან დაგვაბრუნებდა აფხაზეთში. გამოხდა ხანი და მე ამ აზრზე აღარა ვარ. მე მიმაჩნია, რომ სპეციალური ანტიტერორისტული, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შეგდებოდ არ დავარქმევ, რომ რამ სხვა რემში არ მომედაოს ვინმე, მათ შორის ენგურ გაღმა სივრციდან. სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაცია უნდა ჩატარდეს აფხაზეთში და ცხინვალში, როცა იქნება მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა გვექნება. და თუ ამას ძალისმიერი გზა ჰქვია, ჩვენ ამგვარად ძალისმიერი გზით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, იქ უნდა დავამყაროთ გარკვეული წესრიგი, პირდაპირ მნიშვნელობით და ღიად ვლაპარაკობ და წესრიგს როცა დავამყარებთ, მერე უკვე შემდგომ, როდესაც ყველა პრობლემა იქნება აღმოფხვრილი, მათ შორის სეპარატიზმის პრობლემაც იქნება აღმოფხვრილი და ხალხთა შორის ეთნიკური შუღლის ხელახლა ჩამოგდების ცდელობა აღარ ექნება რუსეთს და ვეღარც მოახერხებს ამას, რომ ეცადოს მაინც, უკვე შემდგომ უნდა დაიწყოს ტოლვილთა დაბრუნება და მერე უკვე ამ ტოლვილებისთვის რეპარაციები, კომპენსაციები და ასე შემდეგ რუსეთს უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა, ეგრა მაგის პასუხია, რომ გადაიხადოს თანხები, ოღონდ თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, პარემ ვიტყვი, თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დარჩა საქართველოს სათავეში, ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ტოლვილებისთვის არ იზრუნებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისაც არ იზრუნებს ამ კონფლიქტს ამგვარ გაყიდულ მდგომარეობაში დატოვების მეკი თუ ამას გაყიდული ჰქვია. ეხლა ორი სიტყვას ვიტყვი, რატო ვიყავი მხარად ამ აზრზე 2004-2006 წლებში მე ამ პერიოდში სწორედაც რომ 2004-დან 2006 წლამდე მე წავედი ჟურნალისტიკიდან და მე დავიწყე მუშაობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ სტრუქტურებში მთავრობაში, საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელად აფხაზეთელებს, ანუ დევნილებს, ტოლვილებს ფრიად უკვირდათ რა უნდა ამ ირაკლი ტაბლიაშვილს თბილისელკაც ლეგიტიმურ სტრუქტურებში იყო აბაში ლოგიკა, მაგრამ მე ვიყავი ირაკლი ალასანიას გუნდის მხანად ხოში. ვიყავი ირაკლი ალასანიასთან, ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი და ირაკლი ალასანია მომავალი თავდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის პირობებში და მე გაგდებული მეთქი ირაკლი ალასანია არ მიწყեց, კარგი, ოკეი, თავისით წასული. უკვე 2014-ში თუ არ ვწდები და არ ვწდები, ირაკლი ალასანიაც არ იყო პირველ ყოვლისა აფხაზეთელი, თუმცა მეტი შეხება ჰქონდა აფხაზეთთან, ვიდრე მე, გულახდილად ვიტყვი, სხვა თუ არაფერი, მისი მამია ალასანია დაიღუპა იქ, მოკლეს იქ აფხაზებმა 2000 რუსებმა და აფხაზებმა მეთქი ვიტყვი შენი თქვენის დეპარტამენტი ასე 1993 წლის 27 სექტემბერს ან შემდგომ პერიოდში ჟიური შარტავასთან ერთად იყო იცი თქვენ მამია ალასანია. მაგრამ ირაკლის მეტი შეხება ჰქონდა, აფხაზეთთან, ის დანიშნეს მთავრობის თავმჯდომარედ წელიწად ნახევარი არც კი დაახლოებით
იყო ირაკლი ალასანია აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ხელმძღვანელი და მან თბილისელების გუნდით შეკრიბა, მეთქი გავბედავდა ვიტყვი, მათ შორის ამ თბილისელების გუნდში მეც ვიყავი საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ირაკლი, იცით თქვენ, რომ იყო მაინც მშვიდობიანი დარეგულირების, ხსენებული ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენის, სახალხო დიპლომატიის, ნობის აღდგენის, გარკვეული პროექტების განხორციელების მოსურნე, ინიციატორი, ლობისტი იშა სააკაშვილის ხელისუფლებაში და ამ თვალსაზრისით იყო მტრედების დაჯგუფების, ასე დავარქვა თქვენის დეპარტამენტით მთავარი პირი, მასთან ერთად გაგიკვირდებათ და იყო და მე სულ არ მიკვირს, ახლა უკვე არ მიკვირს, მიკვირს იყო გოგა ხაინდრავა მაგალითად. ის სახელმწიფო, ეს უკრაინის სახელმწიფო მინისტრი იყო. თან სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა იმ ხანად ყოველ შემთხვევაში პატა ზაქარიაშვილს, მაგრამ პატა ზაქარიაშვილის აქტიურად იჭერდა მხარს თუ ირაკლის უჭერდა მხარს გარკვეულ ლიდერებს, გთავაზობდა ხალხთა შორის ნდობაზე, ნდობის აღდგენაზე საუბრობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირაკლი რამდენიმეჯერ შეხვდა ბაღაფშსაც, აღარ არის ეს უკანასკნელი ცოცხალი. ირაკლიმ ჩამოიყვანა სხვებთან ერთად და პირველ ყოვლისა ირაკლიმ სერგეი შამბა თბილისში აქ შარდენზეც კი გაიზერდა ირაკლი ალასანიამ, გოგა ხაინდრავამ და ირაკლი ალასანიამ შამბასთან ერთად გააოცეს ეს სეპარატისტი კაცი. შამბა ადეკვატური კაცია, სეპარატისტი კია, მაგრამ ადეკვატური კაცია. იყო ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში, მაგრამ ეს კარგად უნდა გვესმოდეს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აფხაზები გადმოდგავენ, ანოსები გადმოდგავენ 15, 17, 19 ნაბიჯს ყველაფერზე წამოვლენ ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენაზე, რაღაც ნდობის აღდგენაზე, გრძელვადიან პერსპექტივაზე კონფლიქტის დარეგულირებისა და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ისინი საბაკანი, ანუ ხო ძაღლებს გვიწოდებენ, მათ შორის შამბაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით, არც ერთ შემთხვევაში ისინი ძაღლებთან, ანუ ქართველებთან მათეული გაგებით ძაღლებთან ან დამეგობრდებიან და ან გაერთიანდებიან ერთ სახელმწიფოში, რაც არ უნდა შესთავაზო. აქედან გამომდინარე უკვე დროთა განმავლობაში და პირველად ვამხელ ამას, მე გამიჩნდა კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარივე მაშინდელი პოზიციის გამო, მაშინდელი პოზიციის თაობაზე და განაცხადება მივიღე მე თვითონ ესე ვფიქრობ ახლა უკვე და ახლა უკვე მე მგონი აღარ შევიცვლი პოზიციას, რომ მით უფრო დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გაათვალისწინებით გარდაულა და აუცილებელი იქნება, როცა იქნება მაშინ სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება აფხაზეთში და რაღა ისინი თავისი ნებით არ ბრუნდებიან და საბოლოო ჯამში როცა ვლაპარაკობთ მათზე, ვლაპარაკობთ არა მთელ ხალხზე, არამედ ვლაპარაკობთ რაღაც ერთ მუჭას სეპარატისტებზე 1000-ზე, 1500-ზე, 3500-ზე, კარგი 7500 კაცი და არა უმეტეს, რომლებიც რუსეთ გამოცლილები იქნებიან გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ, მათ წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაცია, ბევრი მათგანი უნდა დააპატიმრო, ბევრი მათგანი უნდა გაანეიტრალო, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, იქ დაამყარო გარკვეული წესრიგი, ქართული წესრიგი, გავბედავდა ვიტყვი ასე, და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართული წესრიგის დამყარების შემდეგ, ანუ გრუზინსკი პარიადაკ თუ გნებავთ ესე ვიტყვი, სულაც არ მერიდება ამ სიტყვის წარმოთქმა, უკვე შემდგომ უნდა დაიწყო ტოლვილების დაბრუნება და მერე ტოლვილების დაბრუნების შემდეგ კომპენსაციები და რეპარაციები უნდა გადაახტევინო ოკუპანტ მხარეს, რომელმაც ბარემ ვიტყვი და აფხაზები გაიგებენ, რუსულად ვიტყვი თუ გნებავთ მერე უკვე ვთარგმნი, რომლებმაც მოახდინეს აფხაზების ოკუპაციას, აფხაზეთის ოკუპაცია და მოსწყვიტეს დედასამშობლოს, დანარჩენ საქართველოს. აგე უკვე რამდენი წელიწადია, აგე 1/13 გავიდა საუკუნისა, რაც ჩვენ ვერ ვბრუნდებით აფხაზეთში, 27 სექტემბერს 33 წელიწადი გავამართლაც და მოუწყვიტეს დედასამშობლოს და აფხაზების оккупациას მოახდინეს. მე რუსულად თარგმნით თქვენის დემართვით. Россия на самом деле является оккупантом и Абхазии, и абхазов. Скажу так, с вашего позволения, без вашего позволения. Я полагаю, что Россия оккупировала Абхазию, невзирая на то, что якобы Россия признает так называемую независимость Абхазии, так называемой абхазского государства, так называемого абхазского государства, я полагаю, что Россия на самом деле пользуется вами и потребляет и ваши ресурсы, и вашу территорию, и ни в коем случае она не заинтересована, что вы стали на самом деле независимым государством, и тем более она не заинтересована тем, что Грузия и Абхазия объединились рано или поздно. Поэтому я первый раз говорю, что я полагаю, что рано или поздно, когда
восстановится целостность Грузии, нам придется, меня извините, когда-либо, через лет 10, лет 15, лет 5, не знаю, послезавтра, условно, да, провести какую-то спецоперацию, антитеррористическую операцию против ваших сепаратистов, которые на самом деле являются слугами Российской Федерации, а не абхазского народа. Хочу в цели говорить, да, მაგრამ ვიტყვი რომ სიგე სპეცოპერაცია ეს ანტიტერორისტული ოპერაცია უნდა ჩატარდეს არა პატრიოტი აფხაზების, არამედ რუსეთის მსახური აფხაზების წინააღმდეგ, რომლებსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობაც კი არ უნდათ უბრალოდ მსახურება რუსეთისა და არიან მონანი და მორჩილნი მოსკოვის. ეხლა ვილაპარაკოთ ეს მე რუსულად პრინციპში. ეხლა ვილაპარაკოთ, როდის შეიძლება ამ სპეცოპერაციის ჩატარება, რასაკვირველი არა ხვალ და ზეგ. და რასაკვირველია, ეს ოპერაცია უნდა იყოს მაქსიმალურად გადაზღვეული, მაქსიმალურად უსაფრთხო და მაქსიმალურად მოკლე ხნიანი. და არა ესე რაღაც ტერიტორიული ფილიარობის აღდგენის გავიქეცით და ჩვენ დავარტყით, სოხუმს თუ დავარტყით. არავის არ უნდა დავარტყათ, უნდა ჩატარდეს კვლავ მეორე სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მეთქი ან რაღაც სპეცნაზის მონაწილეობით ადრე იქნება თუ გვიან და უნდა ავიყვანოთ, არ ვიცი, დავაპატიმროთ პირობითად 300-500, სულ ჯამში არის 1500, 2000 კაცის, 7500 კაცის მეთქი გითქვი ამ 5 წუთის, მაგრამ სულ არის 1500-1000 კაცის პრობლემა და აქედან 200-300 კაცი უნდა იყოს აყვანილი როგორც დაპატიმრებული, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მტერი და მერე უკვე აფხაზეთს უნდა მიეცეს ძალიან ფართო კულტურულ-ეკონომიკური ავტორობია аქვე ვიტყვი, барем русულად თარგმნი, уже после того, как Грузия вернет Абхазию и арестует там, не знаю, там порядка 200-300 человек, сепаратистов, которые являются слугами Российской Федерации, а не Абхазии, которые являются и лгунами, и ворами вашей территории, вашего Сухуми, вашего Гагры и так далее, и так далее. После этого беженцы должны вернуться, это в первую очередь, и Абхазия должна получить максимально широкие экономические и культурные льготы, культурную и экономическую автономию в рамках единого грузинского государства. Никакой конфедерации не должно быть, конечно же, потому что конфедерация это подразумевает под собой абсолютно законный выход из конфедерации того или иного субъекта. Ისიც თქვი, რომ კონფედერაცია არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კონფედერაცია როგორც ასეთი გულისხმობს იმასაც, რომ კანონიერად შეუძლია აბა თუ იმ სუბიექტს კონფედერაციისა დატოვოს საქართველოს ერთიანი ქვეყნის ან კონფედერაციული ქვეყნის შემადგენლობა და ამ შემთხვევაში უკვე აფხაზებს მართლა აფხაზეთს და აფხაზებს მართლა ვერ მივედავებით. მოკლედ ეს პოზიცია 2004-დან 2006-მდე 2007-მდე შეიძლება შემდგომ პერიოდშიც რაც მქონდა, მე შევცვალე და ეხლა ვილაპარაკებ იმაზე და უკვე რუსულად აღარ ვთარგმნით ქრისტებართვით, ვისაც უნდა რომ გაიგოს, გაიგებს კიდეც, მოახერხებს კიდეც ამას, როდის უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რასაკვირველია ამის გაკეთება ესე ჰარალეზე არ შეიძლება. რაღაც იმ შემთხვევაშიც კი თუ ცენტრალური ხელისუფლება თბილისში შეიცვლება, ამის გაკეთება წარმოუდგენელია. იმიტომ კი რომ ვერ მოვენებით აფხაზებს და არამედ იმიტომ რომ ამგვარი და უგეგმავი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში წინააღმდეგობა იქნება გაცილებით დიდი და მართლა 700-1000-1200 კაცი კი არა, ხო, რაღაც გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილიც კი შეიძლება შეგვიპირისპირდეს. ეს არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაცია, აქვე ვიტყვი, უფრო უნდა იყოს ეს სწორედაც რომ ანტიტერორისტული ოპერაცია, ძალიან გათვლილი, ძალიან ორგანიზებული, ძალიან სწორად ორგანიზებული ოპერაცია. როდის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება მანამ სანამ რუსეთი არ დამარცხდება. და რუსეთი თუ დამარცხდება ეს ფაქტია. დამარცხდება არა მხოლოდ ყირიმში, არა მხოლოდ ზოგადად უკრაინაში, არამედ რუსეთი არც თუ შორეულ მომავალში, უკვე თვალხილულ მომავალში დამარცხდება მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზინა ივანიშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლებაში, იმ შემთხვევაშიც კი რუსეთი ფიასკოზე განიცდის, ამ შემთხვევაშიც კი ბიზინა ივანიშვილი არ არის
აფხაზეთის არანაირად დამბრუნებელი, არ ძალისმიერი გზით, არ მშვიდობიანი გზით, არ რუსეთისათვის გამომტაცებელი არაფერს არ იცავს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვიცოდეთ, მაინც ეხა ბევრი თქვენგანი მკითხავს, თუ რუსეთი დამარცხება ბიძინა როგორღა უნდა გადარჩესო, როგორღა უნდა დარჩეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაშიო ბიძინა და მისი მონები და სწორი შეკითხვა იქნება, ხო, ნაკლები შანსია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დამარცხება ბიძინა მაინც გადარჩება მიზეზთა გამო, ბიძინა არაფერს არ გააკეთებს საიმისოდ, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დაუბრუნდეს დედა სამშობლოს. აქედან გამომდინარე, არც ერთ შემთხვევაში ამის გაკეთება არ შეიძლება ბიძინასთან ერთად. ანუ ბიძინა საერთოდ უნდა იყოს აორთქლებული, თუ ჩვენ გვინდა მართლა ფიქრი აფხაზეთის დაბრუნებაზე დედა სამშობლოში და აფხაზებისთვის და აფხაზეთისთვის, მოდი ასე ვიტყვი, ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური და კულტურული ავტონომიის ფართო არნახული, მოდით უბრალოდ ასე ვიტყვი, ავტონომიის მისცემა, ხო, რას გულისხმობდა, ეხლა არ გიბარემ, რუსებისთვის, აფხაზებისთვისაც ვიტყვი. После того, как будет как специальная антитеррористическая операция будет спланирована со стороны Тбилиси и под арест грузинские власти возьмут там порядка 300, 400, 500 человек сепаратистов, которые не являются патриотами Абхазии, и они рабы Российской Федерации и лично президента Путина, Абхазия должна, по-моему, это мое личное мнение, должна получить, я повторяюсь, широкие экономические и широкие культурные права, широкую экономическую автономию и широкую культурную автономию. Не политическую, но культурную и экономическую автономию. Это раз. И что? Тбилиси, когда я говорю о том, что Тбилиси должны спланировать антитеррористическую операцию, ни в коем случае это не подразумевает широкомасштабную войну против вас. Ни в коем случае. Мы, по большому счету, должны жить в едином государстве. Это чтобы заранее определиться и откровенно вам сказать. Что я еще хотел сказать? Ну, многое можно сказать, и вы должны это понять, что во время Иванишвили эту операцию мы не спланируем, будущие власти Грузии. После распада после проигрыша Российской Федерации и тогда не спланируем без абсолютно четкого и плана без кровопролития. То есть надо проводить только антитеррористическую операцию в Абхазии, в Сухуми конкретно, а не начать заново вот это кровопролитие между двумя народами. И до этого Тбилиси должны предложить из Тбилиси вам широкие права культурной и экономической автономии. ხო, ესეც მნიშვნელოვანია. ეხლა როდის შეიძლება ამის გაკეთება, ეს ალბათ საკვალანძო კითხვა. როდის და მას შემდეგ რაც რუსეთი მარცხდება ყირიმში და ძალიანად უკრაინაში, მას შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი გეგმები უნდა დაიდოს, აი კონკრეტულად დღეების მიხედვით. ამ დღეს კეთდება ეს, ამ დღეს ანტიტერორისტულ ოპერაციას კი არ გულისხმობ. ამას ვთავაზობთ აფხაზებს, იმას ვთავაზობთ აფხაზებს და იქ მაცხოვრებლებს. აი ამ დროს ბრუნდებიან დევნილების რეპარაციას ახდენს რუსეთი. კომპენსაციას ახდენს რუსეთი. მე რაღაცა ვიწყებთ მართლა სამშვიდობო დიალოგს და ასე შემდეგ და ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ისინი უნდა ჩაითვალონ ტერორისტებად, საქართველოს სახელმწიფოს მტრებად, სეპარატისტებად, რომლებიც იბრძვიან საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმაციის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პროცესში მე მგონი რომ მაინც არ იქნებიან ჩასართავნი, არ უნდა ჩავრთოთ საქართველოს ის მეომრები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე იბრძვიან უკრაინაში, უკრაინისთვის და საქართველოსთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მათი ჩართვაც იყოს აუცილებელი აქაურ სპეცრაზმთან ერთად антитеррористული операции ჩასატარებლად. Ხაზგასმით ვამბობ, подчеркнуто говорю, что во время правления Иванишвили это не произойдет по ряду объективных причин. После распада Российской Федерации, после проигрыша Российской Федерации в Украине, после того, как Украина вернет себе и Крым, и Донбасс, и Россия освободит все оккупированные территории, где она сегодня по сей день находится, и у России упадут вот эти амбиции восстановить Советский Союз под другим названием,
после этого без кровопролития, подчеркиваю, усисхлот хазгасмит мабоб, скорее всего, грузинским будущим властям, через момавал тавробებს, dasჭირდებათ понадобится провести у вас антитеррористическую операцию против сепаратистов, которые выступают против даже Абхазии, не только против единого государства Грузии, но и против Абхазии, которые являются и лгунами, и ворами, и слугами Российской Федерации, с другой или с четвертой, с третьей стороны, слугами Путина и так далее. Путина, который проиграет, безусловно, войну против свободолюбивого украинского народа и свободолюбивого грузинского народа. Я бы сказал так. Так что это мое личное мнение, это ჩემი პირადი აზრი, არავის არ ვახვევ თავს, მაგრამ აი ეს მესახება მე აფხაზეთის დაბრუნების გზად. ეს არ არის ერთი დღის საქმე, ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები შესაძლებელი სპეცოპერაციისთვისაც. მე შევიცვალე და აზრი და აღარა ვარ пацифисты. Я поменял свое мнение, я больше не являюсь пацифистом, который в свое время, лет 20 тому назад, лоббировал мирный переговорочный процесс с вашим де-факто лидером Спагапшем, имеется в виду во время те времена, когда главой легитимных структур в Тбилиси был Ираклий Аласани, будущий министр обороны Грузии, который на самом деле являлся очень приверженцем мирного урегулирования этого конфликта. И вы должны знать, что мы не считаем вас в первую очередь врагами, и надеюсь, что вы тоже не будете в будущем нас считать врагами. Мы полагаем, что в 90-х Россия провоцировала тогдашние власти Грузии допустить определенные ошибки. ჩვენ მიგვაჩნია, მე პირადად მიმაჩნია, რომ მაშინ რუსეთმა პროვოცირება მოახდინა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების ცალკეული პირებისა და დააწყებინა, გააგრძელებინა ეს საომარი მოქმედებები. Они вот те власти 90-х, так и Товани и так далее, являлись на самом деле российскими агентами. И Россия, используя своих агентов, она навязала нам обоим вот эти военные действия. Грузинский народ ни в коем мере не против абхазского народа. Ни в коем случае. Я лично полагаю, и грузинский народ полагает, что мы должны как-то жить на территории, в том числе и на территории Абхазии, мирно, вместе, и развивать и процветать вот эту нашу или вашу общую Абхазию. ხო, მე ვთქვი, რომ კიტოვანი იყო რუსეთის აგენტი გამოიყენა მაშინ რუსეთმა, ელცინს რუსეთმა და აფხაზები არ არიან ჩვენი მტრები და ორივე უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ როგორღაც ავაყვავოთ აფხაზეთი. აფხაზებმაც უნდა იზრუნონ და ქართველებმაც უნდა იზრუნონ აფხაზებთან ერთად და აფხაზებმა ქართველებთან ერთად ცხადია პირველად დომინილები იგულისხმება, რომლებიც დაბრუნდებიან. ეს არ არის იოლი პროცესი, ხა ეს შეიძლება ვინმეს მოეჩვიროს, რომ მე ძალიან მარტივად წარმოვიდგენია, მე შესანიშნავად ვისი გზეგანებ, რომ ხალხთა შორის ნდობაც აღსადგენია და მეზობლებს შორის მეგობრობაც აღსადგენია. მაგრამ ეს დაძლევადია რუსეთის დამარცხების შემდეგ გლობალურად, ხოლო აქ კი ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, რომელიც არაფერს გამკეთებელი არ არის ნაყოფის.